Გაψქნა პირდაპირ გაგებით და რატოა ეხლა ბორში და სუპის სანატრელი. Დაზუსტებული მონაცემები წამოგიღეთ და ექსკლუზივის წესით მინდა თქვენს გადაცემაში გავაგრძელო. Აი ვინ წაიღო იმ 5 მილიონი თვითონ სოფლის რო პირდებოდა ეს მატყუარა ბოროტება. ხალხს ვინ წაიღო ეს ფული და რატომ არის აი ახლა გაზაფხულია მთელი კახეთი ცხოვრობს მარწყვით. პირველი შემოსავალი მაგით აქვს ხარისხავს ყოველღამე მოდის სეტყვა ახმეტაში საგარეჯოში გურჯანში ლაგოდეხში გაანადგურა ეს მარწყვის მოსავალი ამ დროს შეისყიდეს 1,5 მილიონ ევროთ 2500 რაკეტა სეტყვის დამშლელი და არ უშვებენ რატო არ უშვებენ ყარაულობს ეს რაკეტები ივანიშვილის დუგლაძის და ამ ძმები ჩხაიძეების ვენახებს თუ ყურძნის მიმართულებით მათ ვენახებში რამე პრობლემა შეიქმნება, იქ უნდა გაუშვან მარტო, ხო წარმოგიდგენიათ რა დონეზეა მისული ქვეყნის ნგრევა. ხო და ახლა გითხრათ ის მართველი პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს, ანუ ეს ბიზნეს ოლიგარქიის ბანდა, ზოგი პარლამენტშია ვიმეორებს, ზოგი მთავრობაშია, ზოგი არც ერთგან არ არის, მაგრამ არანაკლებია სტატუსი და გავლენით. რასაც მოინდომებენ, იმ კანონს მიიღებენ, იმ გრანტს დაითრევენ, იმ ტენდერს მოიგებენ. ამასობაში ქვეყანა გაიწკნა და სუფი გახდა სანატრელი. აი ვინ არიან ესენი? ბოლერო ჯგუფი. 67 მილიონია წაღებული აგროკრედიტი სოფლის მოხმობის განვითარებისათვის. კარიჭაშვილი ეს ბანდიტი, ვახტანგ კარიჭაშვილი, გორელი მოსკოველი. უბედურებად რომ დაებედა ამ ქვეყანას. 67 მილიონი, 67 მილიონად აღვადგენდით საქართველოში დაცვლილი სოფლებს და ხალხს დავაბრუნებდით, თავად ძროხებს უყიდიდით, ხბოებს და პირველ საწყის კაპიტალს შეუქმნიდით. აგერ 21 მილიონ ნახევარი წაღებული აქვს ზაალ და დავით დუგლაძეებს. ეს არის ივანიშვილის ბანდის დაჯგუფება, სოფლის მეურნეობა. აგროკრედიტზეა მარტო საუბარი. 1 მილიარდია გაცემული აი ამაზე. სხვა მილიარდები კიდე სხვა დროს დავთვალოთ რომ მომიწევთ აქ. აგერ აქ შედის ალექსანდრე ივანიშვილის 33 მილიონი ამის ძმა ეს თავგასებული კაცი როა კახური ტრადიციული მეღვინეობა ზურაბ ჩხაიძე და გოჩა ჩხაიძე მისი ძმა ასკანელი ძმები 18 მილიონი აქვს წაღებული თან ჩვენ ვიხდით ამ ფულს ხომ იცით ეს არის აგროკრედიტი რომელსაც ჩვენ გვახტენებენ ბიუჯეტში თვითონ არ იხდიან არაფერს და მეორე ჩხაიძეს კიდევ 14 მილიონი აგერ ძმები დაწყობილი აქვს საქმე. ყვარლის ბაგა, აი სკინდლი არ ზესრუას მოდა ჩვენ ბავშვებს, პაპაშვილები, ბანდიტები, აგერ მაგას წაღებული აქვს ამ აგროკრედიტიდან 10 მილიონი. 10 მილიონად აი მთელი ზემოკახეთის სოფლებს მიეხედებოდა პირველადი კრედიტი მიეცემოდა და ფერმერები აწყობდნენ თავიანთ საწყის მეურნეობას. აგერ ჯგუფი მეღვინეობა, ხარება და აგრობაღები. ალექსანდრე ხარებავა ეს აფერისტი ხარება რო აქვს ვითომ და ევროპიდან რო ჩამოაქვს ხელოვნური ღვინის მასალა აზავებს წყალში და ღვინოთ ყიდის ალექსანდრე ხარებავა 10 მილიონი აქვს აღებული მე ფაქტებს გიკითხავთ არაფერს არ ვაჭარბებ მე აქ არიან ვიღაც მარინა მალაზონია და გიორგი 6 მილიონი აქვს ეს არ ვიცი მარინა მალაზონია ვინ არის გიორგი ალვერა ეს ხალხი ეხა ვიზეს თქვენ საუბრობთ არის მთავარი დასაყრდენი ეს არის ეს მართალი პარტია რეალურად რომელიც შემომწირველია მე ბარემ ჩავა ლინგა ბოლოში რა მაბატიეთ აგერ ესე იგი გახსოვთ ის სკინტელს რო აძლევდა პაპაშვილს სკინტელს ჩირინა აი ეს აფერისტი ჩირინა ვაშაკიძე 6 მილიონი წაუღია აგროკრედიტიდან, ანუ სკინტლი ისევ ჩვენი ფული დაამზადებინა იმ ქათმებს და მე მიყიდა იმ ჩვენ დასალევ რძეზე. ბანდა დანაშაულებრივი, გენოციდი აქვს ერზე მოწყობილი ხალხო. შემდეგ ვიღაცა გიორგი ისა ხო, ბადაგონი 5 მილიონი ნახევარი გიორგი სალაყაია. ესაც აფერისტი რეკლამა რო გადიოდა ბადაგონი რუსული აქცენტით, ხო გახსოვთ? ხო, თქვენ ხართ ჩემი ბატონი წინანდლის ძველი მარანი, ვინ არის ანი მენაბდიშვილი გაქანებული მეღვინეობისა და მევენახეობის ოჯახები კახეთში შიმშილით ხოცებიან გვარებიც ვიცით სახელებიც ვერაფერი ვერ უშოვეს და ეს მენაბდიშვილი ვიღა არის ეხლა თან აიღეს და აუკრძალეს გლეხებს ვენახის გაშენება მოგეხსენებათ უნდა ნებართვა იყოს სამინისტროსი რომ ვენახი გააშენო და ღვინო დაწურო ხალხო ეგეთი რამ არ მოსულია თავში შახაბას თემურლენგს ნადირ-შაჰს აღა მაჰმად ხანს რომ ქართველი გლეხისთვის აი ეს სოფლიო დონის პროდუქტი ღვინის დაწურვა აეკრძალოს და
არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ღამე დაზდგომია სტალინის დროს კახეთში გლეხებს უშიშროება და უთქვიათ, რომ თქვენი ჭირდება სტალინისთვის ღვინო მოგვეცეთ, იმიტომ რომ მხოლოდ ოჯახის ღვინოს სვავდა ის ატენურს და მანავის მწვანეს. ოჯახის ღვინის ფასი ყოველგვარი სამინისტროს და ის რო არის, რა ქვია, სონღულაშვილის მაფიოზა პარიზში რო უყიდია ბინების სოფლის მეურნეობის მინისტრი, გლეხური ღვინის და მარნის ფასი სოფლიოს არ შეუქმნია არაფერი და რა უნდა შექმნან ამ სანებართო სისტემით გარდა განადგურებისა ამ დარგის. აგერ ვიღაცა ნანი ხო თბილ ღვინო 5 მილიონი გიორგი და ზურა მარგველაჩვილები ვინ არიან არ ვიცი. აი მე კინოში რო არის ქტოეთად откуда он пришел этот свидетель ხო მაღარო კაპიტალი 5 მილიონი ლაშა იორდანიშვილია ცნობილი ჰესების მშენებელი ბანდიტი წერი მოუშვა ბიბლიური კრავივით თითქოს არაფერი ცოდო არ აქვს ჭადენელი და ახლა მეყვინობას დაუწყია. აგერ ტბილისკი ვინი პაგრებ ეთყობა რუსულის გარდა სხვა არაფერი მოიფიქრა ვიღაც სერგეი კრივოშევი ჩვენ უნდა შევინახოთ წავიდეს და პუტინმა შეინახოს რატო არ წმეთ ჩვენი ხალხის ფულს და აძლევთ ოკუპანტებს თუ ბანდა არ ხართ. აგერ თქვენ ხართ ჩვენი ბატონი თელიანი ველი საქართველოს კაპიტალი ამათაც წაუღიათ 5 მილიონով და ეს არის ბანდიტი ძმები გილაურების კომპანია საქართველოს კაპიტალი ბანკი რესპუბლიკა და ეს ბანდა რა სრული ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით. თქვენ ხართ ჩვენი ბატონი მინდია საბანაძე ეს რუსი ოლიგარქი 4 მილიონი წაუღია. აგერ თემურ უგულავას რომელმაც კაზინოებით საქართველოს გაანადგურა და უამრავ ახალგაზრდას თავი მოაკვლევინა უამრავ ადამიანს ბინა დააკარგია თემურ უგულავას იმასაც წაუღია 5 მილიონამდე აგროკრედიტიდან სად ერეკლეო სად უგულავა სად აგროკრედიტი ხალხო აი ამიტომ ენატრება სუფი ხალხს ამიტომ დადიან ჩვენი შვილები მშივრები სკოლაში ამიტომ მიზნით ადამიანებს გული ქუჩაში მეტროში მათ შორის სკოლაში და აუდიტორიებში აი ამიტომ ეს ბანდა უნდა მოვიცილოთ მარტო ივანიშვილი არა მთელი ეს ბანდა არის გასარეკი თავისი ტიტულოვანი ბანდიტი სპორტსმენებით დაცვათ რომ იმაგრეს იქ დიახ დიდი მადლობა